ჩვენ პრინციპულად ვეწინააღმდეგებით ტარიფებს. ვფიქრობთ, რომ ტარიფები ცუდია. ისინი გადასახადებს ჰგავს. ცუდია მომხმარებლებისთვის და ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე. ცუდია ბიზნესისთვის ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს. ვაწარმოებთ აქტიურ მოლაპარაკებას ამერიკის ადმინისტრაციასთან ამ საკითხზე და შემიძლია დავადასტურო, რომ ტარიფების ძალაში შესვლის ვადის კორექტირება გადავწყვეტად. ჩვენი აზრი არ იცვლება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ტარიფები 26 მილიარდ ევრომდე საქონელს ითვალისწინებს. ეს 28 მილიარდი დოლარის ექვივალენტია. ჩვენი მიზანია და ამით აიხსნება ტარიფების გადავადება, პროდუქციის სწორი ბალანსი, რაც ასახავს ჩვენი მწარმოებლების, ჩვენი ექსპორტირების, ჩვენი მომხმარებლების ინტერესებს და, რა თქმა უნდა, ამცირებს პოტენციურ ნეგატიურ ზემოქმედებას ჩვენს ეკონომიკაზე. ევროპა ძლიერია ეკონომიკური თვალსაზრისით. მსოფლიოში ყველაზე დიდი ეკონომიკური ზონაა. ჯერა რომ ამის საფუძველზე უნდა ვიმოქმედოთ. ეს ნიშნავს, რომ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და გონივრულები უნდა ვიყოთ. არ უნდა მივცეთ სხვებს საშუალება შეგვაშინონ და უნდა ვკონცენტრირდეთ პროტექციონიზმის თავიდან აცილებაზე, რაც მსოფლიო ეკონომიკას ზიანს აყენებს და მომდევნო წლებში შეერთებულ შტატებში და ასევე სხვაგან ეკონომიკური დეპრესიის გამომწვევი იქნება.